საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად ბირთვული მასალის, კერძოდ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ქალაქ ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ აშშ დოლარად იგეგმებოდა. აღნიშნული ბირთვული მასალა რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად, ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისათვის. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.